თქვენი გვარი იაზე მთავრდება, ცოტა მეგრული იცით და სიმღერაც გეხერხებათ, ჩათვალეთ, რომ თქვენ ამ დღეების განმავლობაში ხობში წარჩინებულთა შორის ხართ. თუმცა სოტკილავა ის გამონაკლისია, რომლის სიმღერა არა მოხერხებაზე, არამედ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. მოსკოვიდან ის თავის განუყრელ პარტნიორთან, იაპონელ და რუს სტუდენტებთან ერთად მეგრული სიმღერების შესასრულებლად ჩამოდის. აღმოჩნდა, რომ მისი პედაგოგიური ნიჭი სიმღერის სწავლების ჩარჩოში ვერ ეტევა და შორს მიდის. რის დემონსტრირებასაც იაპონელი საკურა და რუსი დიმიტრი საჯაროდ ახდენენ. Учхибединери. Мне трудно выговаривать это слово. Тяжеловато, да. Вы знаете мигримское слово, да? Несколько слов. Only one. Мучорек. სოტკილავა კონცერტამდე მკაც გრაფიკს არღვევს. ძილი საუზმის, წამღერების, სეირნობის, ისევ ძილისა და წამღერების შემდეგ ის დროებას რეპეტიციის შემდეგ ინტერვიუზე თანხმდება. როგორც ირკვევა სოტკილავას დილა და გზას სახლიდან დიდ თეატრამდე მეგრული სიმღერით იწყება და წლები ეს რეპერტუარი არ იცვლება. ისევე როგორც ამ სიტყვების ადრესატი 40 წლის განმავლობაში. რომელია სიმღერა? ვაგიორქომა, ვამორწონქომა. უსკანეთი ჯოჯოხეთრეთ ეცხოვრება. რას ნიშნავს ეს? უშელოდ სიცოცხლე არ მინდა. ბევრჯერ გითხრათ ეს სიტყვა იმისთვის? კი. ერთ ქალს ვეუბნები სულ ამას. 40 წლის განმავლობაში და არ ჯერავს. ეთქობა ცუდად ვეუბნები. სოტკილავას ხმა დიდი ხანია არა მარტო მისი საკუთრება, ამიტომაც სხვის ქონებას უფრო მეტი მოფრთხილება ჭირდება, რის გამოც ხშირად უარის თქმა ცხოვრებისეულ სიამოვნებებზე უწევს. ამჯერად მეგრულ სუფრას ვერა, მაგრამ ქართული ღვინის თუნებას გაუძლო, რადგან შურისძიები შეეშინდა. შურისძიება იცის ხმა. როგორ მაინც სამაგიეროს გადახდა იცის და მერე გეხარ სცენაზე ფიქრობ, რა თმინდოდა ან ეს ქალი, რა თმინდოდა ან ეს ღვინო, ან რა თმინდოდა ეს მეგობრები, რომელიც თამბაქოს მაბულებდნენ ცხვირში. ინტერვიუს იძლევა ზურიკო და კომენტარზე გვთანხმდება მისი პარტნიორი მაყვალა ქასრაშვილიც. ამ ამპლუაში დიდი თეატრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ძველ მეგობარსაც კი კარიერის დასაწყისის შემდეგ აღარ უნახავს. ქასრაშვილმა სოტკილავას სიყვარულით მეგრული ვერა, მაგრამ მეგრული სიმღერა მაინც ისწავლა. საერთოდ კონცერტის წინ, ან სპექტაკლის წინ, როგორც ზურიკოს მეც მაქვს ჩემი განრიგი, ვიღვიძებ მე ისე როგორც ზურიკო თქვა 11 საათზე. მე საუზმობ და სადილი და საუზმე ეს 12 საათზე, მე ვიძინებ 2 საათი. შემდეგ ვემზადები წასასვლელად თეატრში, მოვდივარ, გამღერდები გრიმი და მე სცენაზე. სოტკილავას მოძებნ ნიშნავს იმას, რომ ცოტა მეგრული უნდა იცოდე. ცოტა უნდა იცოდე. თუ მისმა მეუღლემა ვერ ისწავლა 40 წლის განმავლობაში, მე არ დამიზრახება. უკვე საღამოს მოუწყობელი და ნახევრად ჩაბნელებული ხობის კულტურის სახლის სცენაზე, სადაც აკომპანიმენტის დროს პიანინოს პედალი ან კლავიში ვარდებოდა, სოტკილავა ქასრაშვილის დუეტი მღეროდა და ყოველგვარი დისკომფორტს მათი სიმღერა ჩრდილავდა. ამ ყველაფერს უკვე მეორე წელია დამაარსებელი და დამფინანსებელი ყავს. გოდერძი ბუკიამ შეძლო მთელი სამეგრელო შეკრება და მეგრულად სხვა ჯურის ხალხის ამღერებაც. თავის კუთხე საჩუქარი აჩუქა, მეგრული წარმოშობის შემსრულებელი ყველა კუთხიდან შეკრიბა და საბოლოოდ ქართულ სიმღერასა და ფოლკლორს კარგი საქმე გაუკეთა. მე ძალიან მიყვარს ჩემი კუთხე, ძალიან მიყვარს ჩემი ხალხი და ზუსტად იმის გულისთვის ვაკეთებ ამას და ღმერთის წყალობაც მაქვს, რომ გამომდის კიდევაც ღმერთის დახმარებით ეს ყველაფერი. სისატურა, კუჩხი ბედინერი, არამიდო შარიქა და ოდოია. 3 დღის განმავლობაში ხობში მეგრული სიმღერა ესმოდა. ემღერებოდა იმასაც, ვისაც არასდროს უმღერია, მაგალითად მე. როგორც აღმოჩნდა, ამისთვის მეგრული სულ არ არის საჭირო, რადგან 3 დღის განმავლობაში ხობში მღეროდა იაპონელიც, ბოშაც და რუსიც. ისლამ ფილფანი სვანეთიდან ხობში თავისი დიდი წინაპრის ჭუნირითა და ჩანგით ჩამოვიდა, რაც დრო გადის ახალმა თაობებმა, აღარც ამ ინსტრუმენტების ხმოვანება იციან და არც მათი არსებობა. აქ კი ბევრმა ისტორია და წარსულად ქცეული საკრავები პირველად ნახა. ეს არის ჭუნირი. ეს ჩანგი და ჭუნირი, ესე იგი სვანურ საკრავებს ესენი და საყვირი, მაგრამ საყვირი
აღარ არის უკვე გადავარდა და ესენი შემოგვრჩა ჩვენ და ვინახავთ ჯონი ჯანჯალაშვილს აქამდე სამეგრელოსთან მხოლოდ შვილი-შვილი აკავშირებდა. ახლა კი მეგრულად თავადაც მღერის და ყაზახეთში дабადებული რუსი ეგოროვიც აამღერა. Я родился в Казахстане и немножечко жил там, и там казахский язык, он там тоже Үрколтунды, Хайдара, Немени, и что-то немножечко есть такое. Нет, не сложно. ხობის სტადიონზე ღრმა ფოლკლორი და გარემიქსებული ძველი მელოდიები ერთად ისმოდა. თვანეთს ცვლიდნენ. ახლა დაციმციმებულ ირაკლი ფირცხალავას კი გვარიდან და აუდიტორიიდან გამომდინარე ტაშიც გარანტირებული ჰქონდა. თუმცა ფირცხალავა საბოლოოდ მეგრელი ფანატების გამო სტადიონის დატოვება ეჭვმიტანილივით მოუწია და შეპირებული ინტერვიუც თან წაიღო. ძენასთან ერთბაშად გაწმილებული და აღფრთოვანებული ფანატები დატოვა. წაიკითხავ აქ რამე? არა, მაგრამ ეხა ვერ ხედავდა და ისე დაწერა. გადაგვაგდო ირაკლი გულისხმება რომ ირაკლი. ხო, ხელი ირაკლის ხელითაა დაწერილი. ირაკლიმ გადაგვაგდო, შეგვპირდა სურათს გადავიღოთ და წავიდა ისე რომ ფოლკლორისტები ხობში კარგად დავიწყებული სიმღერების გამოჩენას ელოდნენ, თუმცა ნოვაცია ხობში მეგრულ ბოშური სინთეზი, ბოშური ტემპერამენტითა და ჭრელი კაბებით შესრულებული მეგრული ცეკვა სიმღერა აღმოჩნდა. მეგრული სიმღერა, ქართული სიმღერა. გაუმარჯოს ჩვენი ქართული ხალხები. Счастья, процветания. ფესტივალს დასკვნით დღეს პრეზიდენტიც ესტუმრა. სტადიონი ახლა მეგრული სიმღერის მოსმენისა და პრეზიდენტის ნახვის მსურველებმა ერთად შეავსეს. მეგრული სიმღერის ფესტივალმა სამეგრელოში ზუსტად 1 წლით ტაიმაუტი აიღო და ხობში მეგრელთა მობილიზაცია დასრულდა. თუმცა როგორც აღმოჩნდა ამ სახის თავყრილობა მალე სტარტს მეზობელ გურიაში აიღებს და კრიმანჭულის სეზონიც გაიხსნება.